არასდროს არ ყოფილი ვარ ჩემი თავის მაყოფილი, მაგრამ ხშია. პიურე და კატლეტი ვჭამე. გავედით 5 წუთი გვაქვს? მართვა არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ალბათ ცხოვრებაში. მართლა იმიტომ რომ ძალიან დიდ რაღაცას მოიცავს რა შეიძლება ზოგისთვის მართვა იყოს უბრალოდ ავტომობილის მართვა ან რაღაცა ბიზნესის მართვა ჩემთვის გაცილებით მეც ნიშნავს ეს სიტყვა ვიდრე უბრალოდ მართვა რა რაღაცა ბიზნესის. ჩემთვის მართვა არის პირველ რიგში შენი თავის შენი სულის მართვა, შენი მეს მართვა, შენი სურვილების მართვა და შენი ადამიანების მართვა. იმიტომ რომ ადამიანს თანაბრად აქვს ცუდი და კარგი. ის მისამული ყველაფერი თანაბრად გვაქვს რა ბალანსია და საითკენ გადაწვანი ეგ უკვე შენზე არა და შენ საქციელებზეა დამოკიდებული. ამიტომ მუდმივ მართვაში ვარ, მაგარი რთული სამართავი ვარ და რადგან მაგარი რთული სამართავი ვარ, ყველაზე მაგარი აზარს ეგ მიჩენს რა. და მიყვარს ეს სიტყვა ძალიან. მართვა კაი როჟაა ძალიან. ყველას ურჩევ რომ მართვა ისწავლოს პირველ რიგში თავისი შენი თავის მართვა თუ არ იცი, ჩემი აზრით ვერაფერს ვერ გამართავ ცხოვრებაში. სიცარიელე ეს არის ის რისის მეშინია ყველაზე ძალიან. ალბათ ადამიანს ამაზე ცუდი ვერაფერი ვერ მოუვა, ვიდრე არის სიმარტოვე და სიცარიელე რა. ანუ სიცარიელე ესა ვეძახი მე მდგომარეობას, ადამიანის მდგომარეობას, სიმარტოვესაც არ ვეძახი ის, რომ შეიძლება 100 მეგობარი ყავდეს ირგვლივ, მაგრამ მარტო იყო რა. აი ეს სიცარიელე არ მიგრძნია არასდროს და იმედი მაქვს არასდროს არ ვიგრძნობ რა, იმიტომ რომ შესაბამისად არ ვიქცევი რომ ეს ვიგრძნო რა. ამის ღირსად არ ვიქცევი. მაგრამ რაც უფრო კარგად იქცევი, მით უფრო მძიმეა გამოსტები ხოლმე როგორც წესი რა. და მით უფრო რეალურია ხოლმე სიცარიელეს და ყველაფერის. სიტყვა შორს. ჩემთვის შორს არაფერი არ არის. არავინ არ არის ჩემთვის შორს. ვაფშე არავინ არ არის შორს. ყველა მყავს ახლოს. მე თუ სიყვარულს გამოვხატავ, ის იმ სიყვარულს აუცილებლად გრძნობს, აუცილებლად თან. ბიჭო, ჩვენ ვაშორებთ ისე ერთ რაღაცებს ერთმანეთისგან. რეალურად. თორე ყველაფერი ცხვირწინი გვაქვს ყოველთვის სულ რა. აი ყველაფერს ვაშორებთ ვაფშე ერთმანეთისგან რა. ერთმანეთსაც კი ვაშორებთ ერთმანეთისგან. ყველაფერს თავი დაანებე რა. ადამიანებს გვაქვს ფუნქცია რომ ერთმანეთს დავცილდეთ და ერთმანეთთან კონტაქტი აღარ გქონდეს რაღაცა სისულელე მიზეზების გამო რა, რიგის მიზეზების გამო. როკი. არის როკი ბალბოა, ბოქსიორი, რომელიც ძალიან მევასება. ან პირველი ეგ მომივიდა რა, ტვინში და ერთ-ერთი ჩემი კუმირია ბავშვობის, ერთ-ერთი კინოგმირებიდან რა, ხო ყავდა ყველა საყვარელი კინოგმირი ბავშვობაში. მე ჩემი ერთ-ერთი როკი იყო რა. იმიტომ რომ ტიპი არასდროს არ ნებდებოდა, რიებს აკეთებდა და მაგრამ მევასებოდა ეგას. მაგიტო არ მგონი ეგეთი. ანუ სულ რა ჯიუტი იყო რა, ხო ზახარ ყველა ცემა, ყველა სტარტა და შემდეგ. როკი, მეორე კიდე როკი, მეორეც ჩემი სტიქია არის მუსიკალური ჟანრი. მუსიკალური ჟანრი, რომელიც ძალიან მიყვარს. მასში არის ის ნოტები და ის ელემენტები, რომლებიც მე მცლის ჩემ ენერგეტიკულ ველს ასუფთავებს. ბოროტება გადის რა ჩემიდან. მასეთი მეთოდით შემიძლია რომ გავდევნო ჩემიდან რა, ყველაფერი ცუდი ემოცია დავტოვო აბსოლუტურად ერთი ცალი დასკრინვით რა. და აი დავცარიელდე სრულიად და ეს დიდი ნიჭია ალბათ და ღმერთს დიდი მადლობა რომ ეს ნიჭი გამაშინია რომ მე შემიძლია ჩემი თავი ესე დავაცარიელო და ჩემ თავს უყურნალო მე თვითონ პირველ რიგში. მართლა დიდი მადლობა ამისთვის, ამ ნიჭისთვის და ყველა ბედნიერია იმის ადამიანი ვისაც ვისაც გააჩნია ნიჭი რა. ჯილდოა პირდაპირ. როკი როგორც ჟანრი დღეს სამწუხაროდ ძალიან არა აქტუალურია. უნდა უფრო დაუნგრეიდ შემდის, იმიტომ რომ ძალიან დაუგრეფავში გადაუვიდეთ ეს ნუ მეტალი და რაღაცა მუსიკიდან გადაუხვიეს. ადრე სანამსახურობდა ბალად როკი და ნუ ალტერნატივა როკი ყოველთვის იყო ხოძე. ნუ რაც სახე იცვალა, მას გათესლინენ ასე ვთქვათ, მუსიკაც გააფუჭეს რა. მაგრამ ეს კლასიკას არ კლავს. კლასიკა სიცოცხლე იქნება, როკის კლასიკა, ეს მუსიკა სიცოცხლე იქნება ჩემთვის პირადად, რადგან მე ის შევიცანი თავის დროზე, როგორიც იყო, მივიღე როგორიც იყო და დღეს სცენაზე ვიყენებ საჩემოთ რა. ჰიპ-ჰოპ სცენაზე ვიყენებ როკს. შვილი, მე მყავს შვილი, მათისლის ალექსანდრე, ვერაფერი ვერ გავიგე, სანამ ხელში არ ავიყვანე რა. 9 თვე უცლად ყოფნის პერიოდი და ასე შემდეგ. აი რაღაცებს ხო ბაგებაზრებიან ეს უნდა იქნას ის უნდა მე არაფერი მიგრძნია ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ვინ როგორ. მე გზნობა დამეუფლა, ჩესნი ვარ რა, გზნობა დამეუფლა მაშინ როცა ესე ხელში ავიყვანე პირველად რა. ეს ბავშვი ავიყვანე, ეს რო შემოხედე თვალი რო გამისტორა. მეთქი რა ხდება და მაგარი როჟაა მეთქი. რაღაცა მიყურებს და თან გამბედავად მიყურებს რა რაღაცნაირად ხოაზე ხარ. მივხვდი რომ მამა ვარ დღეს და მაგრამ მაინც ვერ ავითვისე ეს როლი, გადახაშვა დამჭირდა დავიცინე იქ დავლია მე დღეს რაღაცა სახელი დავარქვი, იუსტიციაში წადი სახელი და ეს პროცესი რა ხდის მამად რეალურად რა ეს დილიდან საღამომდე როცა ეყოლება შვილი რა, აი პროცედურებს რა გადაიხარ, ეგ ხდის მამად რა, სახელი მიეცი, ხელი მოაწერე, დაბადების მასწავლება გავუკეთე ესე და всё რა მამა იშიტები ხოლმე. საბედნიეროდ დედაჩემისგან მივიღე ის ყველაფერი რაც მივიღე, მომცაც მშობლისადმი სიყვარულის უნარი და ვიცი რასაც ნიშნავს და რასაც მოიცავს რა. მაგრამ მამობა ვაფშე სხვა ფენომენია რა, იმენა სხვა როჟა ხარ ვაფშე. უძლური ხარ რა. იმენა უძლური
უძლური ხარ, ზმო, არის. ანუ იტოქში რა რთული არ ვიტყვი არაფერს. უძლური ხარ, შვილი ყავს და უძლური ხარ. და ამ დროს ყველაზე მდიდარი ხარ, ყველაზე მაგარი როლი. იარაღი არის რამაც დაგღუპა კაცობრიობა, შემოიფიქრეს იარაღი რა. აი, ამან დაგღუპა სულ ყველა ვაფშე. იარაღი არის ნივთი, რომელიც შენ ძალაუფლებას უფრო ამტკიცებს, რომ მტკიცეს ხდის შენ თვითონ. სულელს აძლევს სიმამაცეს, ჭკვიანს აძლევს ბიერებას და მოკლედ ცუდი რაღაცაა რა, არავის არ ჭირდება იარაღი რეალურად. თუ მაგარი ხარ, იარაღად გამოიყენე შენი ენა. სიტყვა არის ყველაზე დიდი იარაღი. მე შემიძლია ადამიანს ისე დაველაპარაკო, რომ იმას ალბათ ჯობია ერჩივნოს, რომ ცემოს ოსმაკას. შემიძლია ისეთი რაღაცა უთხრა, რომ ცხოვრების ბოლომდე დაუტოვო ლაქა რა, ან ყოველთვის გახსენდება. ყველა შეგვიძლია ეს, მაგრამ არ შემიძლია. ყველას თავისი მორალი აქვს, ყველას თავისი მორალიდან გამომდინარე იქცევა და ყველა თავის ფორმულირებას აძლევს რა, ზოგი უფრო ლაიტს, ზოგი უფრო მკაცრს. მე ვირჩევ მკაცრს, იმიტომ რომ რა ლაიტს აზრი არ აქვს არაფერს. დანაკარგი პორტფლეიაში. დანაკარგი არის ის რამ, რაც ხდის ხვალ უფრო ძლიერს. რადგან შენ რაღაცა დაკარგე და ხვალ ვალდებული ხარ, რომ გააგრძელო ცხოვრება იმ რაღაცის გარეშე რა, იმ კონკრეტული ნივთის ადამიანის ამ რაღაცის გარეშე რა, რაც დაკარგე. ანუ იდეალში ორი იყავით, ხო? ან რაღაც შენ და რაღაცა ნივთი და ერთი ხარ. ანსა გაკლია რა. და უნდა გააგრძელო ცხოვრება ყველა პონჩი რა. დანაკარგი აძლიერებს ადამიანს გზრდის სულიერად, გასწავლის გაშვებას დანაკარგის გარეშე და გასწავლის შეძენას. აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს და რა პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს. დანაკარგი არის კაი როჟა, პროგრამა რა. ზოგჯერ შენი ბრალია კი, მაგრამ მე პოზიტიური განხრით ვუყურებ დანაკარგს. ანუ დანაკარგი მე ძალას მაძლევს. იდეაში ყველა ჭერზე მე ძირს დამაგდო დანაკარგმა და მე როცა ძირს ვარ, მე მაშინ ვისყებ ფარცხალს, ზუსტად მაშინ ვარ ყველაზე ძლიერი რა. მაშინ შალიც, მაშინ შივდება, მაშინ მოდივარ აზზე და ასე შემდეგ. სახიფათო ხდები, მაგრამ მე ზოგადად ქაოსში ვგზნობ თავს ყველაზე კომფორტულად და ქაოტური ტიპი ვარ რა. ქაოსში ვაწესებ ახალ წესებს რა. ეგეთი როჟა ვარ. სახლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ის ადგილია, სადაც აუცილებლად ყოველ დღე დავბრუნდები. შანსი არა მე სახლში არ დავბრუნდე რა. იმიტომ არა რომ მე ოჯახი მყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ცალკე ფენომენია რა. მაგრამ მე მიყვარს ჩემი სახლი, მიყვარს ის ადგილი, სადაც მძინავს, მეღვიძება და საიდანაც მოვდივარ, საიდანაც გამოდის ეს ჩემი ენერგია, რამაც დამამეგობრა შენთან, იმასთან, ამასთან, რის გამოც გიყვარვართ და რის გამოც მაფასებთ. ეს არის ჩემი სახლი რა, ჩემი სახლიდან მოდის ეს ყველაფერი, ჩემი ოჯახიდან მოდის და მე გადმოდის თქვენზე და ასანალოგიური თქვენის გადმოდის ჩემზე. შესაბამისად, სახლი ძალიან მნიშვნელოვანია რა. სახლი და მისი სისუფთავე პირდაპირ კავშირშია გონების სისუფთავესთან რა. ანუ შენი გონება რაოდენ სუფთა იქნება, არის დამოკიდებული შენ სახლის სისუფთავეზე და არ არის მარტო ფიზიკურობაზე არ ეხება რა. გარდასახვა ჩემში მოხდა ბევრჯერ. აი ეს ტიპი ვინც ახლა ზის გზელთმიანი მიკისლავ შეიქმნა 2018 წელს რეალურად. გაიღვიძა ან რაღაც სიკვდილი არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ იმ ძველი ტიპიდან ძალიან ცოტა დარჩა რა. ეს ახალი როჟა გავიჩნდა. ეს რადიკალურად შემიძლია გარდასახვა, სხვა ადამიანად შემიძლია გადავიქცე ერთ წამში რა. ანუ ეს მევასება ეკმანტი, იმიტომ რომ მე ვამუღამებ იმ ახალ ტიპს რა, ხო ხა სიკვდილი რა ჭანდება უნდა და რაღაცა მაგაში ბევრი დრო მიდის და ენერგია მიდის რეალურად და ვერთობი რა ამ ყველაფერში. მის შეცნობის ზოგადად მევასება რაღაც შეცნობა რა. სწავლა ახალი ინფორმაციის მიღება. გარდასახვა კაი როჟა ამისათვის რა. ეხლა რაც შეიქმნა პერსონაჟი ჩემში გზელთმიანი ტიპი. ჩემი ჰიპ-ჰოპით შეიცვალა, ანუ უფრო სხვანაირი გახდა რა. ადრე სხვანაირი იყო, სხვანაირი გახდა. და ასე შემდეგ ხმა ძლიერი რამეა. ხმის ვიბრაციები და ტალღები. მის ვიბრაციებს და ტალღებს შეუძლიათ ფორმა შეცვალონ ნებისმიერი საგნის რა. დროთა განმავლობაში და სიძლიერით. კედელი შეუძლია რომ გახრიტოს. ანუ შუშა შეუძლია რომ გახრიტოს. რაღაცა მანძილზე რა. ადამიანის ხმა დინამიკის გარეშე პროსტა რა. და რა ხშირია წარმოიდგინონ. არსებობს ცნება, ძველად შამანები რა. მათი ლოცვები ხო რაღაცნაირად ჟღერდა რა. კრებული იყო რა, ასოების ზოგჯერ იყო. უბრალოდ ერთი ბგერა ჰქონდათ და იმას სხვადასხვა ინტონაციაში ათამაშებდნენ და მაგით მკურნავდნენ. და ხალხი კურნებოდა. რეალურად ეგ არსებობს. ხმით კურნალობის თერაპია არსებობს. გერები გვაქვს, გას კონკრეტული დეციბელები გვაქვს, სადაც შენი ხმა, ან ნებისმიერი ხმა ჟღერს განსაკუთრებულად რა და რაღაცას კონკრეტულს ატარებს, კონკრეტული ინფორმაციის მატარებელია. ხოლო ზოგი ადამიანი დაჯილდოვებულია ისეთი ყელით, რომლის ხმასაც უფრო მეტი ვიბრაცია აქვს. ესეთი ადამიანები არიან პოლიტიკური პირები, ალბათ უფრო სასულიერო პირები, არა მომღერლები შეთაშორის. იმიტომ რომ ესეთ ხალხს ძირითადად მართვა უყვარს, ძალაუფლების მოყვარული ხალხია. მაგრამ ნუ ეს აუცილებელი არ არის რა, უმეტესობაზე მოგსაუბარი გამონაკლისები ყველგან არის რა. რჩევა. კაროჩე, რჩევა. ყველა არის ბრძენის ხვის საქმეში. ყველა მაგარია ხვის საქმეში, ორსირია თავის საქმეში. უბრალოდ არ ვიძლევი მერჩევებს. აზრი არ აქვს. შენს და მეც მაინც ვიზავთ ისე როგორც ჩვენი თვითსაჭირო. უბრალოდ ზედმეტ ინფორმაციას ვისმენთ რა. ნერვები გეშლება, თან იცი რო არ გააკეთებ და მაგაზე უფრო ნერვები გეშლება რო რამე რა. ბოლო დროს დავიწყე რა თვალის. იმას იმართლა გითხრა, მაგარი ჯიუტი არსება ვარ, ძალიან ჯიუტი არსება ვარ, მომავეთყოთ და არაფრის და არავის არ მჯერა. უნდა წავიდე ვნახო, თუთითი დასაწვავია დავიწვავ, გადასახტომია გადავხვდები. რასაც, მაგრამ მე ჩემი უნდა ვქნა რა. მაგრამ ბოლო დროს დავიწყე ჩემი მაგასების მოსმენა, რამოდენიმე განსაკუთრებულად. და არ უნანობ რა, იმიტომ რომ შევატყე რომ მიხვდებით ალბათ ვიცით საუბარი ტიპის სუკის კეთისკენ მიბიზგებს რა. და ეს ძალიან მახარებს და ამიტომაც მოусმენ ეს შევას რა, იმიტომ რომ ნუ მასწავლის ცხოვრებას მის თვითონ დაკარგა შანსი. ამას ვიტყვი ერთადერთი.
თამაში. Aš ბევრნაირად შემიძლია სიტყვა აუხსნა რა, უსასრულოდ შემიძლია თამაშზე ვისაუბრო რა, თამაში როგორც თამაში და თამაში როგორც თამაში. ანუ თამაშებიც მეთამაშება, მევასება შუთერების თამაში რა, რომ Counter Strike მაგრად მევასება ემოციებზე თამაში, გიჟდებით, მოვისი, მაგარ სიამოვნებას მანიჭებს, აი საქანელებზე რო ვსვავ ადამიანს და ეს ვაქანია. კარი кайფია, ცხოვრებისადმი ვარ აზარტყული ძალიან, ანუ აი კრევევინთები რა, მევასება თამაში რა, ძალიან მევასება. თამაში ის პატარა რაღაც, ყველაფერი მევასება რა. თამაში რასაც მოიცავს, გარდა აზარტული გემბლინგისა, გემბლინგი რესტორანიც არ უნდა ვაფშე არ მევასება კი არა და არც მევასება და არც არ მევასება, უბრალოდ სულ ერთია ჩემთვის. პროსტა არსებობს. და აი დანარჩენი ცხოვრებისეული თამაშები ძალიან მევასება და ის საკმაოდ რისკიანი ვარ. თამაში რაც უფრო მეტ სიწონის, მე მით უფრო მეტად სავითხვდები მასში. ფიქრი მევასება, overthinkeri ვარ, საშინელი, პროსტა ტყუპები ვარ, მაშინ წარმოიდგინა 22 კაცი თუ 25 კაცი ვფიქრობ ერთდროულად, ხო მაგარი პიზდაცია. სულ ფიქრობს, ყველაფერზე ფიქრობ. წინასწარ ვიცი გამოსავალი ყველაფრიდან. მართლა on მუშა. ის კი არა რაღაც თითიდან გამოწვეული რაღაც. უეჭველი ვიცი წინასწარ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან, აი რა სირთულეც არ უნდა იყოს. გამოსავალის მოფიქრება, ანუ მაგაში ვარ ძლიერი ძალიან. რამე რო გინდა, იმის მოპოვების გზა ვიცი. თვითონ ის არ ვიცი რა არის, მაგრამ იმის მოპოვება როგორ უნდა ის ვიცი რა, ყოველთვის აუცილებლად საიდან არ ვიცი, მაგრამ ხდება ეგრე რომ ვიცი. გაზრდა, ეგეც მაგრად მევასება, მე დღესაც ვიზრდები, მე დღეს დავიწყე ზრდა ამგონი ვაფშე. მოსკამ ვერ დაიწყო ვაფშე. მე გამომივიდა. არა უშავს. არიან მაგას პატარა. გაზრდას მენტალურს გულისხმობ და დღესაც ვიზრდები და არა მარტო მენტალურს, არამედ ნიჩსაც და ყველაფერსაც გულისხმობ, პროფესიონალიზმსაც, ყველაფერს ვამაღლებ დღემდე. არასდროს არ ყოფილვარ ჩემი თავით მაყოფილი. არც ერთი ჩემი ტრეკი არ მომწონს. ბოლოდროინდელების გარდა, ბოლოდროინდელი რამოდენიმე მომწონს ისიც რა. ჯერ არ გამოსულა ეგ ტრეკი გამოვამალე, ცივინძუროში რო ხედავ ვინ არის. მე ეგ ტრეკი იტყვის ყველაფერს რა. როგორ გავიზარდე, სად გავიზარდე, ისკენ მივდივარ და ასე შემდეგ. სირცხვილი რო არა, ყველა იქნებოდეთ ცუდი როჟი. ძალიან. სირცხვილიც ასევე მოტანილია ჩვენამდე, შეძენილია, არ არის თანდაყოლილი შექმნა, შექმნეს ეს ადამიანებმა და ეს არის სწორი რამ რაც შექმნეს რა. იმიტომ რომ მაშინაც სწორად რომ სირცხვილი კაია რო არსებობს. სიკეთე, ეს არის ჩემი საყვარელი დარგი. ეს თესვა, ჩუმად რა. მე ვქენი 10 კილო პამიდორი ვაჩუქე ვიღაცა ოჯახს და შემდეგ ეგენი ნახო ყველაფერი. არ არის სიკეთე კი არა სიხარბეა პირიქით საფიშირებ რა. სიკეთე რო შობო რა უნდა გააკეთო. ახალი სიკეთე უნდა გააკეთო. სიკეთე ბადებს სიკეთეს რა. ბოროტება ბადებს ბოროტებას. შესაბამისად ბოროტებას სიკეთის თუ უპასუხე, ისევ სიკეთე დაიბადება. და ბოროტებას მხოლოდ ბოროტება უნდა დაუმატო, რომ ბოროტება დაიბადოს რა. და სიკეთე აი როჟაა რა. და ვაფშე რა არის სიკეთე? მე სიკეთეს ვეძახი ბოროტების ბოლომდე შეგრძნების. თუ ბოროტი ბოლომდე არ შეიგრძენი, სიკეთის ფასს ვერ ისწავლ ჩემი აზრით რა. ძალიან დაბოლოებში ყოფილ ვარ, ძალიან ბოროტად მომქცევიან, ძალიან ბოროტად მოქცეულ ვარ. არც ერთი არ მომსწონებია. შესაბამისად სიკეთის ფასი არაფერია ვაფშე. ძალიან რთულია იყო კეთილი, გულწრფელად კეთილი. ეს არის მისია, ეს არის რთული რამე რა, ჩემი აზრით. და თავი უნდა გაართო. კედელზე შეგიძლია ყოველთვის გადაწვრე, გახვრიტო ან მოუარო. კედელი არ არსებობს. შიმშილი. ეს არის ატომად ვზივარ აქ, მაგრამ შია. პიურე და კატლეტი ვჭამე. შიმშილი, მართლა შიმშილის გამო ვზივარ აქ. შიმშილმა წყურვილმა მიზნისადმი მომიყვანა, იქ სადაც მომიყვანა და მე ჯერ კიდევ ძამშია. ხთანალის ბავშვობიდან მშია. მე კიდე ძამშია ჩემი მიზანი. მე კიდე ძალიან წყურია, მე კიდე მივდივარ წინ. ჯერ კიდე არც გამომიხატავს ჩემი თავი რა. როგორც რაღაცისადმი მშიერი ტიპი რა, რაღაც მიზანი რო აქვს ჩაფიქრებული კონკრეტული ჩერე კარ გამომიხატავს. უბრალოდ გამოხატე სურვილი, რომ მე ტოპი ვარ და ვარ. მზაობა გამოხატე მაგისთვის და შიმშილი ჯერ არ გამომიხატავს. შიმშილი მგონი ცოტა წინ არის, იმიტომ რომ მე თვითონ არ ვარ ჯერ მზად მაგრამ შიმშილისთვის. ფიზიკურად არ ვარ ჯერ მზად, რომ ეს მივიღო და განვახორციელო რა. იმდანაც დიდი უნდა იყოს ეს. სხვანაირ შიმშილს არ განვიხილო, მოდი ხა საჭმელს ჭამაზე არ დავისკაფაზე. წარმატება ხანდახან მგონია ჩინარი სუპერგმირი რა დამრო არსებობს სადღაცას რო არის და ვერავინ რო ვერასდროს ვერ ხედავს და აი ვიღაცას რო დაეცემა ჯოკერივით აუცილებლად სადღაცას რაღაცა ხვაზე ხარ და როგორც ასეთი ფორმულა არ აქვს რა ერთიანი რო წარმატების ფორმულა არ არსებობს რა მაგრამ ყველას უნდა ის მაგრამ ის სამაისდამის ისეთებთან მიდის ვისაც ძალიან არ უნდა რა არ ვიცი როგორ მუშაობს და სიმართლე გითხრათ ფეხებზეც ვკიდია წარმატება როგორ მუშაობს მე ის მაინც დავთრეული მყავს სიზმარს ვერ ხედავ ხანია, ბევრი წელი რა უკვე და ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვი. ცხოველი, მე ვარ, პირველი ცხოველი მე ვარ. აუ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რამხელა ცხოველი ცხოვრობს ყველა ჩვენთაგანში რა. მე გასნობილი მყავს უბრალოდ ჩემი ცხოველი, ნანახის მყავს და დიდად ხრთოვანებული არ ვარ და იმედია ხშირად ვერ ვნახავ. მომიწევს რა თქმა უნდა. არა, მე ვეცდები რომ ხშირი შეხება ჩემს ცხოველთან არ მქონდეს, იმიტომ რომ სუდი როჟაა რა, არ მომწონს როგორც არის, არ მომწონს როგორც იქცევა, უმართავია და მე მართვა მიყვარს, როგორც აღნიშნე. მისი მართვა შეუძლებელია მართლა და აი ეს არის
არის მართლა სახიფათო თავისი თავისთვის, სხვისთვის აღარ. რეკლამა. გავედით 5 წუთი გვაქვს? მედია გამომივიდა სამსახიობო რაღაცა, წავითამაშე სკეჩი. რეკლამა, მოკლედ, აფიშირება. დღეს ყველაფერი რეკლამითაა აშენებული რა. რეკლამის ირგვლივ და პიარის ირგვლივაა დღეს ყველაფერი აშენებული და რაც უფრო მეტად ჰაიპიანია თემა, მით უფრო მეტი რეკლამა უკეთდება ამ თემას, მით უფრო მეტი ადამიანი ჭამს მე ამ თემიდან, მით უფრო მეტი ადამიანი ქმნის ფეიკებს ამ თემის და ასე შემდეგ. რეკლამა კაი როჟაა რა, რეკლამით კეთდება დღეს ყველაფერი ფულით მათ შორის. ფულით მათ შორის კი არა, ფულით კეთდება ამ რეკლამით დღეს. ძალაუფლების მოპოვება შეგიძლია რეკლამით. ანუ შენი სტორი გაპიარებით შეგიძლია იპოვო ადამიანებს უპრეცედენტო სიყვარული შეგიძლია მოიპოვო რეკლამით, შენი თავის პიარით. უბრალოდ შეიყვანო რომ არაფრის გამო. არაფერს არ აკეთებდე თუნდაც რა. არასდროს არ მიფიქრია რა მაგაზე რომ გავაპიაროთ თავი. უბრალოდ ის ვარ, ვინც ვარ რა. ეს ვინც ვარ აღმოჩნდა სკანდალური რომ ბევრისთვის ზედმეტად პირდაპირი. რა, ნახოთ მოვალ შეიძლება. მე არ ვარ რეკლამით თავს.